მოგესალმებით დადგა 4 შაბათის აღამოს რის ნახევარი მეგახლავართ გიორგი დარსილია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო პატიმრები განსაკუთრებით უცხოეთში მყოფი ქართველი და ყველა ის ადამიანი ვინც განსასწრებში ნახართ ვინც რაღაცაში ფოჩში ხართ ფორი აქვთ რაღაცას ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ და ხვალინდელი დღის ლამაზად გათენება მინდა გისურვოთ და ისე როგორც ღმერთს გაეხარდება ისე და აუცილებლად ჩვენი ცხოვრება დაალაგდება კონდეთ ამის იმედი და ამისათვის მოვიწვიე დღეს ადამიანი რომელიც მართლა რომ მოდის ხოლმე ძალიან დიდ ხანს მაფიქრებს ხოლმე ის რაღაცებს მელაპარაკება ხოლმე და ისეთ რაღაცებს ქადაგებს ადამიანი რომელიც არის აი მადლობას ვეუბნები ხოლმე ძალიან ცოტა ადამიანისათვის ღმერთს ანუ ყველასათვის ვეუბნები მაგრამ ეს არის სასულიერო პირი ერთ-ერთი რომელიცაც მართლა მადლობა ღმერთს რომ ეს ადამიანი შემახვედრა და არის ჩვენი სტუმარი ხოლმე სულ ხშირად და დიდი მადლობა მამაო რომ ხართ ამ ქვეყნად აი მართლა ძალიან დიდ პატივს გცემთ და აი თქვენი უბრალოების შემდგომ აი არ არსებობს რომ ადამიანი ბრალიანი იყოს დიდი მადლობა ამისათვის და იმისათვის რომ ესე აი გულშემატკივროთ და სულ ყოველთვის ისე დარიგები წეღანაც ისე დარიგებებს მაძლევთ ხოლმე რომ ეს ჩემთვის აი მართლა გამოსადეგს და მადლობა ამისათვის და რა შეგიძლიათ მამო აი ბოლო რთულ პერიოდში თან წლის ბოლოა თან რაღაცაეთ ყველაფერი პიკშია ადამიანის ნერვიდან დაწყებული რა შეგიძლია რომ დაგვარიგოთ მამა გიორგი თევდორაშვილი ჩემი წარდგენაც არ ჭირდება რა შეგვიძლიათ ამ ხრივ რომ დაგვარიგოთ მამაო დიდი მადლობა გიორგი პირველ რიგში უფალს შევწიროთ მე შენობით მოგმართავთ გეცენება მოვიკითხავ დღეს შენ იყავი საპრობილეში შავდებულებს პატიმრებს უძვირფასეს ემიგრანტებს მუგეშელებს შენ იცნობ იმ ადამიანებს ვინც ვისმენენ გიორგი და ვისთვისაც ჩვენი სიტყვა არის ფასეული ივანე ოქროპირი ბრძანებს რომ ყველა გონიერი ადამიანი ნებისმიერ სფეროში დაჯდება და წლის ბოლოს გარკვეულ აღრიცხვას გააკეთებს ხავის შემოქმედების. ამ წელიწადში მე რა გავაკეთე, რა ვერ გავაკეთე, რა უნდა გამეკეთებინა და რამ შემიშალა ხელი. აი გვიშლის. ესეც ალბათ უფლის ნებაა. იცით უყურეთ მადლიერი ადამიანი არ წუწუნებს სიტყვის რომ ალბათ ეს ყველაფერი რაც გავაკეთე მადლობა ღმერთს ღვთისწყალობით გავაკეთე ღმერთმა მომიმართა ხელი და რაც ვერ გავაკეთე ჩემი სიზარმაცის გამო ვერ გავაკეთე ჩემი უდებების გამო ჩემი დაცემული ნების ასე თქვათ მორჩილებით ვიზარმაცე ბევრი რამე არ გამომივიდა მაგრამ არა უშავს მადლობა ღმერთს დადგება შობა და მერე ახალი წელი და ღვთისწყალობით ღმერთი გვაჩუქებს კიდე დროს და მერე გავაკეთებთ. იგივე შენ გიორგი, იგივე მე ხო ძალიან უკმაყოფილო ვარ მე მაგალითად ჩემი თავის ამ განვლილი წლის მადლიერი ვარ, მაგრამ მადლიერი ვარ ღმერთის, მაგრამ უკმაყოფილო ვარ ჩემი თავის. იმიტომ რომ ჩვენ ბევრის გაკეთება შეგვეძლო. მაგრამ ხა ჩვენ რო წარსულში არ დავრჩეთ და სულ ამაზე არ ვინერვიულოთ. ამიტომ ღვთისწყალობით გეგმა არა, მაგრამ ესეთი ნათქვამი არსებობს, რომ თუ გინდა ღმერთი გააცინო, უამბე შენი გეგმები, ხო? ან რაღაც ცოტა ცილვა ხომ ხანდახან, მაგრამ რატომღაც ჯერათ ხალხს, რომ რაღაც ახალ წერს თუ ასე შეხვდებიან და ისე შეხვდებიან, ეს მეკლე იქნება თუ ის მეკლე იქნება, რა ვიცი, ეს მეგონი რომ აშკარად სრულწმენაა, ხო? აშკარად სრულწმენაა, როგორ შეიძლება თუ ასე გულით ელოდები ახალ წერს, თვრალი შეხვდე, ლოცვის გარეშე შეხვდე და ან მძინარე შეხვდე, ხო? ვფიქრობ, რომ ეხლა მე მივმართავ რა თქმა უნდა მართლმადიდებელ ქრისტიანებს, სხვა ადამიანების ცხოვრებაში არც მაქვს უფლება რომ შევიჭრა, მაგრამ თუ მათთვისაც ფასეული იქნება რიგითი ღვთლის დარიგება, ვფიქრობ, რომ ლოცვით უნდა გავაცილოთ ძველი წელი და ლოცვით უნდა მივიღოთ ახალი. ლოცვა უნდა იყოს ყოველთვის მადლიერებით, დიდების მეტყველებით და უთხრათ რომ ღმერთო იყოს ნება შენი. აი ეს არის მიდგომა ეკლესიური, რომ აი მადლობა ღმერთს. არ გვინდა ახლა იმაზე, აი ესე ისე ის აქედან იმის ბრალი, ამის ბრალი, ამან ხელი შემიშალა, აი ეს რაღაცა პოლიტიკური მოვლენები, არა. ნორმალური ადამიანი საკუთარ თავს დაადანაშაულებს ყველაფერში, რაც არ მოეწონა მას განვლილ წელს და ღვთისწყალობით იტყვის რომ ღმერთო დიდება, მადლობა, მომეცი კიდევ საშუალება
რომ ის ტალანტები, რომელიც მიჟანგდება, გამოვიყენო შენს დიდებაში და მოყვასის მსახურებაში. და მერე უკვე საკუთარ თავზე, ხო? ეს არის ფორმულა. დიდება შენ ღმერთო დალოცე ჩემი ოჯახის წევრები და არსებული სიტუაცია, ყველა ადამიანი და არა მარტო ქართველები და აი უკვე მერე ღმერთი აუცილებლად გაითვალისწინებს ჩვენს თხოვნას, ჩვენს დამოკიდებულებას. აი მე მგონი რაღაც სირთული არ არის ამაში, ხო? ძალიან მარტივია ამის გააზრება, გაფიქრება, თუმცა ეხლა შეიძლება ბევრმა გიორგი თავი დაგვიკრა, მაგრამ უცბად დაავიწყდებათ ეს ყველაფერი და ისევ რაღაცა ამაო წუთისოფლის ამაოებაში დარჩებიან. და მე უკვირთ რომ რატომ არაფერი არ იცვლება, რატომ არ ყველაფერი ისე როგორც იყო, რატო ვრჩები მე ისევ სევდაში, დარდებში, მოწყენილობაში, მიმომწვილობაში და რა მჭირს დაიწყებენ ახლა ფიქრს, რომ აი იქნება თავრობა შეიცვალოს, იქნება აი ეს პარტია, ეს კოალიცია მოვიდეს და თავრობის შეცვლა კი არა. ჩვენ უნდა შევიცვალოთ. ახლა ვიცი რომ დაძაბულია გიორგი ორივე მხარე და არ შევიჭრები და ხაზგასმით აღნიშნავ და ჩემ კოლეგა სასულიერო პირებს არ განვიკითხავ, ვინც გარკვეულ მხარეს აშკარად გამოხატავს, უჭერს ხარს, არანაირი უფლება ჩვენთვის არ მოუწია ღმერთს რომ ან პოზიციას უკმიოთ, ან ოპოზიციას უკმიოთ, ჩვენ შეგვიძლია რომ დავლოცოთ გულ შემართებული ხალხი და უთხრათ რომ სიმშვიდე, სიყვარული, საერთო აზრი გამოვნახოთ, იმიტომ რომ ჩვენ მთავარში ვართ ერთნი, ორივე მხარეს უნდა ქვეყნის აღორძინება და კარგად ყოფნა, ხო? ვისაც ეს არ სურს, ის ჯობია მოშორდეს ამ ქვეყანას საერთოდ, ხო? ამიტომ მე მჯერა რომ ორივე მხარეს თავისებურად უნდა უნდოდეს მამაო თორე ხა უნდა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ორივე მხარეს უნდა ბოროტით არის ახსნა ამ სიცივეში რომ კაცი გამოვა არ ამგონია ცუდი რამე უნდოდეს მე ხლა როგორც რიგითი მღვდელი ისე ვლაპარაკო ხო და იცი ხო და ვისაც უნდა ქვეყნისთვის კარგი ის კარგად მოიქცევა ამ პარტაუნებას ხო არ გვაქვს საქმე აი ძალიან დიდი ბოდიში იმიტომ რომ აი ნახეთ აი ერთი რაღაცა კითხვა მაქვს თქვენთან რომ აი ვიღაცა აი მაგალითად ბავში გამოვა ვიღაცა და ყვება რომ ეხლა ამხელა ხალხი შეიძლება სახში იყოს რაღაცა და ვიღაცა 20 წლის ბავში გამოვა და მე გადავარჩენ საკ აი აქ ამბიციებთან ხო არ გვაქვს საქმე და რასთან გვაქვს მამაო ჭიდილი ძალიან დიდი პრობლემაა მამაო ამ ხრივ ადამიანებში აი ურთულესი არის ხა ის რაც აი მაპატი აი ერთი სიტყვით ვიტყვი აი ამდენი წელი მოდის და ვერ სწორდება ხო და უცბად ვიღაცა ლაწირაკების რაღაცა ჯგუფი შეიკრა შეიძლება და თქვას რომ ჩვენ გადაიხეთ დღევანდელ მარტო მიტინგზე კი არ მოქვს საერთოდ მოქვს ლაპარაკი რა ეკლესიაში თუნდაც ამბობენ რომ ვიღაცები აი ხა ჩვენ მოვალ და რეფორმა გარიტიპებიოთ რაღაც გავატარებთ ასე ისე რას ნიშნავს ან ნებისმიერ სტრუქტურაში ვიღაც ახალი დაინიშნება და ატარებს იმას რაც აქამდე ვერ შეცვლილა იმაზე მაგარი ხარი მამაო რატო ვამბობ იცი რომ ჩვენი ცხოვრებიდან ღმერთის როლი არის გადევნილი აი არავინ არ უკვირდებით რომ ის რომ სიტყვაზე აი აქ არაფერი არ იცვლება განა ადამიანია ისა ღმერთი რატო უშვებს ამაზე არავინ არ ფიქრობს თუ შეიძლება ბოდიში აი რასთან გვაქვს საქმე მაპატიე დიდი მამის მამა გაბრიელი სალოსის და ამხსარებლის სიტყვებს მოვიშველიებ ის მიმართავს ქართველ ერს ხო მე ვიმეორებ უბრალოდ თქვენო პირდაპირ გვეუბნება ვისაც მთავრობა და საღვთელოება არ მოგწონთო თქვენო გინდათო რომ თამარ მეფე იყოსო ჩვენი პრეზიდენტიო და წმინდა ნიკოლოზი იყოს პატრიარქიო წმინდა ნიკოლოზი გაზიარებდეთო ეგ გინდათო და პრეზიდენტად გინდა თამარ მეფეო მაგრამ უყურე ახლა მთავარი აბა კარგად დაფიქრდითო თქვენ თვითონ ვინახართო თქვენ თვითონ ვინახართო რომ იძახე რომ ეს არ მომწონს და ეს მომწონს და ქვეყნის გადარჩენა რო გინდა შენ გადარჩენილი ხარ შენ გადარჩენილი ხარ შენ დალაგებული გაქვს ცხოვრება ზუსტ სინდის შეეკითხი აბა ვინ ახარ მე რო ჭკვაზე მარიგებ და შეურაცხყოფას მაყენებ და არ მოგწონს ხო თავრობა და არ მოგწონს საღვთელოება ხო ეკლესია სად არის ხო აი შვილო შენ სად ახარ დიდი მარხვა ერთხელ მაინც მოსულ ხარ ტაძარში ერთხელ მაინც მოსულ ხარ მე ქუჩაში რომ მეპატეჟები ეკლესიის ფუნქცია ქუჩაში დგომა არ არის. ეკლესია მხარე ვერ იქნება ხაზგასმით ყველას გასაგონად მინდა აღნიშნო. მე მოვისმენ ესეთი ლოზუნგები მაღალი დონის სასულიერო პირებისგან ეკლესია არ უნდა იყოს ხელისუფლების მხარეზე.
ან სახარება წაიკითხე, ან რა ვიცი, ხლა მაპატიოს არ ვასახელებ ხო სახელს და გვარს, მაგრამ ამას რო სასულიერო პირი იტყვის, რომ ეკლესია არ შეიძლება ხელისუფლების ხარეზე იყოს, წაიკითხე რომაელთა მიმართ მე-13 თავი ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფლებას. აქ არ არის ლაპარაკი მოგწონს თუ არ მოგწონს, კარგია თუ ცუდია. ნერონის დროს წერს ამას პავლე, ნერონი მამათმავალია, რომი გადაწვა, უნიჭო საზღარი პიროვნებაა და პავლე წერს, რომ ყოველი სული უმაღლეს ხელისუფლებას დაემორჩილოს, რამე თუ არ არსებობს, ხელისუფლება თუ არა ღვთისაგან. კარგად გამიგეთ სულ ყველა, მაგრამ იმას კი არ ვიცახი, რომ ეხლა ქუჩაში ადამიანები ვინც არიან, ისინი ცუდი ადამიანები არიან, არ განვიკითხავ გიორგი, მაგრამ უბრალოდ მე მინდა მიმართო ბავშვების მშობლებს. ბავშვი ქუჩაში მიტინგზე არ უნდა იყოს. ვერ დამისახელებს ვერავინ ვერცერთ ქვეყნის ისტორიას და ესეთ რამეს, რომ პატარა ბავშვები გაიყვანო იქ, სადაც საფრთხეა. იქ შეიძლება რაღაცა მოხდეს ეშმაკის მანქანებით, სულაც მტერმა რაღაცა საშინელება. დოსტოევსკი ამბობდა, რომ არც ერთი რევოლუცია ერთი ბავშვის დაღვრილ სისხლად არ აღირსო. საკმარისია მან რამე ისეთი მომწიფებულია სიტუაცია, რომ რაღაც მოხდეს. აი მე რანაირად უნდა გაიმართლო თავი, ან როგორ, ხო? კიდევ ვიმეორებ პატივისცემ ყველას და გაითვალისწინეთ მამა გაბრიელის სიტყვები. თქვენ სინდის კითხეთ, აი შენ რო გინდა რაღაცა შეცვალო, შენ თვითონ შეცვლილი ხარ და შენ კარგი ადამიანი ხარ. მე ვხედავ იქ ადამიანებს, გიორგი, რომლებიც იყვნენ პროკურორები, მინისტრები, თავარი მევახშეები, რომლებიც საქართველოს წართმეულ ქონებას ციხეშივე უფორმოებდნენ ვიღაცებს, ხო? ამათა მე შეხება მქონდა და ვიძახი, რაც ვიცი იმას გეტყვით ხალხო რა. ქუჩაში კლაუდნენ, ხოცაუდნენ, აუპატიურდნენ, იზღუდლები რატო არ გამოდიოდნენ გიორგი მაშინ და წმინდა გიორგის რანგში რო აყავთ. იქნება ვერ ხედავდნენ ამ უსამართლობას. ხო, არა, მაშინ თვალები. მაშინ მეუფე პეტრე ბჭყალებში, რატო იყო ჩუმად? როცა მისი სულიერი შვილი მიხეილ სააკაშვილი ასეთ ყაჩაღობებს შედიოდა. ყველაფერი კარგად იყო მაშინ, რატო ხმას არიღებ და ეხლა რო გამოდის და ამბობს, რომ ესენი წმინდა გიორგის რანგში არიან. მე ძალადობას ვემიჯნები და შენც ემიჯნები გიორგი, მაგრამ 2005 წლიდან დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიყავი მე და ვერ გავჩუმდები ასეთ ფარისევლობას რო ხედავ ეხლა. აი ის ღუდლები რო ამბობენ რომ რაღაცა და რაღაც თქვენ მამებო სად იყავით მაშინ? როცა გვირგვილიანს კლაუდნენ, აწამებდნენ და რაღაც 100 მეტი ბიჭი ქუჩაშია ჩაცხრილური და 3000 პატიმარი რა დღეში გაატარეს. აღარ ვახსენებ იმ საშინელ სიტყვებს. როცა ამდენი ქონება, ამდენი დაყაჩება ხალხი ცხოვრობდა, აი 37 წლებში რო დაძაბულობა. ის მამები, ძვირფასი მამები, სად იყვნენ? ეხლა რომ ასე ხელმოღერებულები ქადაგებენ, მოგმართავთ. არ მეშინია დამირეკეთ და შევხვდეთ. დაგისახელებთ ფაქტებს. ახლა იტყვითო მე ჩუმად არ ვიყავი მაშინ. ბევრჯერ უწმინდესმა ბაჩო ახალაია დაიებარა და შენიშვნა მისცა, რატო აკეთებო ამსად რაღაცეებსო. მე გაუქმა იქ რაღაცეები. მეხუთე ავაც ახსენებ. სად იყო ევროპა და ამერიკა გიორგი მაშინ, როცა 30000 პატიმარი იყო და აქედან უმრავლესობა ნაწამები და დამცირებული და დაჩაგრული იყო. აი როგორ დავიჯერო ამათი კეთილსინდისიერება და პატიოსნება. ეხლასაც ვამბობ, მე ხო იცით რომ არ ვიგონებ და არ მომისმენია სხვა პოლიტიკოსებისგან. ეხლა ვიღაცები გამიწყრებიან ნაცმოძრაობის წევრები, ხო? იქ პატიოსნებიც არიან ალბათ. მაგრამ სად იყავით მამებო? სად იყო ევროპა, სად იყო ამერიკა, როცა ასეთი ტანჯვა იყო ქვეყანაში და ასეთი შიშის ქვეშ ცხოვრობდა მთელი ქვეყანა და არსებული წინა ხელისუფლება ასეთ საშინელებებს ჩადიოდა. რა ბიზნესზე იყო გიორგი ლაპარაკი რა. მობილურის ყუთი რო არ აღმოაჩნდებოდა 14 წლის მოზარდს ცემით კლაუდნენ ციხეში. მობილურის ყუთი თუ არ აღმოაჩნდებოდა. იცით რა ბიჭები აწამეს და რა ბიჭები რამდენი შემოაკვდათ კიდე. და ეს დაგვავიწყდა. ეხლა რომ ბავშვები არიან ქუჩაში გიორგი, მაშინ ისინი 3-4 წლისები იყვნენ და ადამიანს ძალიან მოკლე მახსოვრობა აქვს რა. აპატია რატომღაც თითქოს გადავედით, მაგრამ რაც ჩემი სფეროა, იმას ვიძახე, მე პოლიტიკაში არ გადავდივარ, მაგრამ მოგმართავთ იმ ხალხს, სად იყავით ხალხო 2012 წლამდე.
საშინელებაში რო ცხოვრობდა ქვეყანა, ხო? აი მე რასაც ვიძახი, ეკითხვა სავსვავ რა. მამხილეთ და მითხარით რომ ეხლა ოცნები, თქვენ ხო იცით რომ ოცნების ხარეზე არა. რა ასლა ეხა მაგათ ჯერს დავაყენებ. დაიცა ჯერ ეს ზუსტად იცის, ვინც მე მიცნობს რომ ოცნების ხარეზე ნამდვილად არა ვარ. მაგრამ როცა ტერორის ქვეშ იყო ქვეყანა, აი სად იყო ევროპა, ამერიკა და ციხეებს აშენებდნენ, ხალხი ვერ ეტევაო და ციხეებს აშენებდნენ, გესმის, მაგრამ ამდენი მკვდარი პატიმარი გამოუტანიათ საპყრობილიდან და ახლა იტყვით, რომ არ ვიყავი მე ჩუმად. ჩაწერილი მაქვს მე ქადაგებები და ხმამაღლა ვქადაგებდი ამას ამბიონიდან. როცა იქ ნაცმოძრაობიდანაც მესწრებოდნენ ჩემი სულიერი შვილები. მე არაფერში არ იყვნენ, მაგრამ ამას ისმენდნენ და თვალებში ვერ მიყურებდნენ. არა თქვათ ეხლა რომ ეხლა ვიღებ ხმას, არა. ესე იყო. ვინმე მითხარით რომ ესე არ იყო რა. სასულიერო პირობა თქვენ მოგმართავთ ეხლა რომ ძალიან გულშემართებით რო ხართ, სად იყავით მაშინ ხო ეუფე პეტრე ჩუმად იყო, ხო? კარგად იყო, ხო? ძალიან კარგად იყო. ერთხელ გაგიგიათ მე უფე პეტრესგან ხმა ამოღებული რომ ნუ აწამებთ, მას შეეძლო მისულიყო პრეზიდენტთან და ეთხოვა რომ არ შეიძლება ასე რა, მაგრამ არ გაუკეთებია ეს ხო და რაცა შერჩევითი სამართალია? მე ვემიჯნები იმ რობოკოპებს ეძახით თუ სპეცრას რომელიც ურტყავს მომიტინგეს. ძალიან ვემიჯნები და მაგას შემოახევენ იმ ფორმას, იმას აუცილებლად შემოახევენ, არ შეიძლება ეს. მაგრამ ამას რო იცავდა, იძახი რომ ეს ეხლა წმინდა გიორგის რანგში აკყავ. მაშინ გიორგი შენ ხო იცი რა ხდებოდა? აღარ მინდა ახლა. ასლა აპარაკო, ჯერ წმინდა გიორგის ეგრე დამცირდა, მაგრამ აიცი, აღარ ვერ ჩერდები რა. არა თქვა? ეხო არა ვარ პოლიტიკოსი, მე ხო ეხლა არ დამაწინაურებენ რა და ხო არ დამაწინაურებენ და არა თქვა? მიპასუხეთ ხალხო, დამირეკეთ რომ გამოვალ ეთერიდან. დამხვდით სადმე და გეტყვი. არა, რატო დაგირეკო, რომ ვერ დაგირეკო. დამირეკო და ეხლა აქ რომ ვერ ვიკადრებ, იმიტომ რომ ისეთ რაღაც აქ ვერ მოვყვები. ბავშვები შეიძლება უსმენენ და ქალბატონები აქ ვერ მოვყვები. შენ ეთერს ევცენ პატივი გიორგი და საქართველოს ის ასები ჩუმად არიან ეხლა უკეთებდნენ რა. და ეხლა ამათ გონიათ რომ ისე ცოცხები იყო მარტო პრობლემა და რაღაც ესეთი რა. სირცხვილია ხალხო რა, თავი ჩაღუნეთ რა. წადით და მოინანიეთ. მოინა და კიდე გინდა. ერთს ვიტყვი გიორგი და მეც აღარ ვიტყვი. მეორედ ბრუნდება ქრისტე მარტო რა. ერთი ვიცით რომ ქრისტე უნდა დაბრუნდეს, მეორედ მოვა. დანარჩენი მეორედ ერთ მდინარეში ვერ შევა ხალხი მეორედ რა. იმიტომ რომ უფლება არ აქვს. გამოჩნდეს ახალი ხალხი რა. ახალი სახეები, სუფთა ხელებით, სუფთა სულებით. არ შეიძლება ესე რა. ესე არ შეიძლება და აი გამოსვლები მე ნახეთ როგორ იქნება გიორგი რა. აი გამოსვლები მე ნახეთ როგორ იქნება. მართლა სიმართლის გამო გამოვიდნენ და მე შეიძლება ასე კაცო, არ შეიძლება დაწნარდით, ხო, დამშვიდით, ნუ გავაცინებთ მტერს. შევრიგდეთ და რაღაც თავრობამაც გაითვალისწინოს, ოპოზიციამაც გაითვალისწინოს და მე დავასრულე ამ თემაზე საუბარი და თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ რა ხდებოდა წინა რეჟიმის დროს საპყრობილეში, დამირეკეთ, დამხვდით, შემხვდით, ვისაუბროთ. არ შეიძლება ესე რა, ეს არის უსინდისობა, ეს არის ძალმხრივი სამართალი რა. იცი, სანამ გიორგი ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ, ქვეყანა აი გამსახურდიადან დავიწყოთ რა. ჩვენ ხო გამსახურდია საეჭვო ვითარებაში მოვკალით. კვლელი კიდე არ ვიცით ხო, ვინ არის ხო? ილიას კვლელები ძალიან გვიან გაიგეს ვინ იყო. თუმცა სტალინმა ძალიან კარგად იცოდა და ყველას მიუძღა თავისი ხო? ზიად გამსახურდიას მკვლელობის გახსნით უნდა დაიწყოს სამართლის აღდგენა ქვეყანაში რა. ასე არ შეიძლება სხვასაც წრეზე რო ტრიალებს. მამო, რა კარგად გსწოდნიათ პოლიტიკა, მე არ ვიცოდი მართლა. ეხა მინდა ცოტა შევამსუბუქო, თორე აი ისეთი გაბრაზებული ვარ მამო, ჯერ იმაზე რომ 12 წლის მერე კიდე ვიღაცას მიშა ახსოვს და ეგ ადამიანები რო არიან ცვეთს დავარქმევ ზუსტად. ეგენი რომ კიდე 40% იღებენ. ეს ვინც გააკეთა ეგენი საერთოდ კიდე მეორე მტრები ხართ საქართველოს, იმიტომ რომ ამდენი წელი რო გავა 12 წელი თუ 14 წელი და ეგ ადამიანები რო პრეტენზიას გამოთქვამენ რომ უმრავლესობაში ვართო და ხმები მოგპარესო, ეგ კიდე თქვენი უბედურება და ტრაგედია. ეგ არის თქვენი ტრაგედია და იყავით ეგრე, მაგათთან ერთად შეაბერდით ეგრე, მაგრამ იმ ადამიანებს მამაო რა ქნან, ვინც ძალიან წეს კაი ხალხი ვინც არიან, ისეთები, ვინც მალაი პატიმრები ახსენეთ, წეგა ანგელოზივით ხალხი არაფრის გამო ბევრი მამაო, აი უბრალოდ SMS-ის გამოძის, ბევრი იმის გამოძის, რომ
ვიღაცები აი სასწაული ისინი ხდება, მაგრამ არ ვიცი მე. თუ შეიძლება იმ ადამიანებმა, აი ვინც ეკლესიურია, ვინც რაღაცა რაკნან, როგორ უშველონ თავს და როგორ დაიცვან თავი ამ გამკითხვისგან და ამ კითხაობისგან, იმიტომ რომ მამო ეს შეიძლება ყველაფერი იყოს ერთი ბოროტის დაგეგმილი, ერთი ეშმაკი იდგეს ამ ყველაფრის უკან, ამ თამაშის უკან. ხო და ვიღაცები უბრალოდ ჩვენი ცხოვრება წაიღო, ისმოვა, ეს მოვა. ძალიან კარგი კითხვაა, გიორგი. აქლემს ეკითხებიან, ჩემი საყვარელი ის არის ეს. აქლემს ეკითხებიან, რომელი გინდაო, დაღმართი თუ აღმართიო და სწორი გზა არ არსებობსო? იცი რაღაცა არ არსებობს ნორმალური ხალხი? იცით რამდენი ნორმალური ხალხი არსებობს და ისე რომ იციან, აბა მაშ ვინ? ძალიან ბევრი ფილოსოფოსი იყო, ძალიან ბევრი მეცნიერი იყო. იმიგრანტი მამაო, რამდენი? და იცი რამდენი ხალხი დაბრუნდება, გიორგი? 2.700.000 ადამიანი გაიქცა. ესენი ყველა ნორმალური ხალხია და აგინებენ ახლა აქ ჩამოვლენ. კიდევ ერთხელ მოვიკითხავთ ჩემ ძვირფას ემიგრანტებს განსაკუთრებით ნუგეშელებს. ვისაც ერთი სული აქვს გიორგი რომ დაბრუნდნენ. ესე იგი იცი როგორ არის? აბა მაშინ აბა ესე იგი რაღაცა ნორმალური სიტუაცია არა, ესეთი ხალხი რომელიც არა გასვრილი სისხლში ხელები და თავი წიგნებით აქვს თავზე, ხო? ისინი არა რომელიც არ მიემხრობა არავის, მორწმუნეებიც არიან, გიორგი, ინტელიგენტებიც არიან, არისტოკრატებიც არიან, ძალიან უბრალო ადამიანები არიან და მთელი ცხოვრება გაატარეს მეცნიერებაში და შრომაში, კითხვაში, ლოცვაში და რა ვიცი, უამრავი წიგნების ავტორები არიან და ის ხალხი იცი რაღაცნაირად მაინც და მაინც ნაზირალა ყოფილი პოლიტიკოსი უნდა იყო, კაცო, ვერ გავიგე, თავიანთი შვილები რომ გახიზნეს ამერიკაში და ჩემ შვილს რო ეუბნებიან, გამოდიო და ესეთ დედას ეუბნებიან, რომ ესე შვილს ეუბნებიან, დედა შენი სამარცხვინო ქალიო. ესე იგი, ქალი ეუბნებოდა თქვენთან არა ვარო და სამარცხვინო ხარო. და ბავშვს ეუბნებიან შენ რომ გცხენოდესო დედა შენისო და ისო ვაშაძეა ხო რომ ეუბნება უთხარითო თქვენ მშობლებს რომ გცხენია რომ თქვენი შვილები ვართო. გესმი და იმას შენ გვერდზე რა უნდა და შენ დგეხარ ახალგაზრდა კაცი და იძახი რომ მე მაგათთან არა ვარო და როგორ არა ხარ ერთად ჩანხართ ფაქტიურად ხო? იცი ეგ კაცი ვინ არის შენ გვერდზე რო დგა? კახელებს რევს ეუბნებოდნენ წარმოვიდგინე მოგიშარდეთო ღვინოში და ავიცდა ხალხს ეს ყველაფერი რა ეს კაცი პროკურორი იყო იცი რევს აკეთებდა იცით რევს აკეთებდა ეს კაცი და ყველაფერი დაავი მაბადი არ მინდა რა ეხლა ეს პოლიტიკა და რა გინდა არ გინდა რაც ვიცი გიორგი იმას ეხლა ეს მე შეხება მქონდა გიორგი მოდიოდნენ საპატრიარქოში და პატრიარქი მათ ესაუბრებოდა და თხოვდა რომ ასე ნუ აკეთებთო რა ჩვენ არ გამოვიტანეთ მამ 20 ხის კადრები ყველა ჩვენ მაინც არ ვიცი ხო და გეხვეწებით ხალხო დამშვიდით დაწნარდით რა და ის ხალხი ვინც გასრულები ხართ გაერიდეთ ხალხს თორე ხალხი თუ შემოbrunდა აი გამოსულები მერე ნახეთ ის იმ პატიმრის ოჯახები რო გამოვლენ და იმ მოკლული ადამიანის მშობლები რო გამოვლენ ხო კარგად ცოტ სერიალებად გადიოდა კაცო ამ გირგვლიანის საქმე და ყოველდღე იყო ტელევიზორში ვაზაგაშვილი და ისინი და ეს ყველაფერი დაგავიწყდათ თქვენ წარმოგიდგენიათ ეხლა რა მოხდება გიორგი ეს ხალხი რომ მოbrunდეს სათავეში რა მოხდება წარმოგიდგენიათ გასლაპარაკოთ ხო და ამიტომ ვიცოცხლები დავშტივა და დავხოცავ ესე არ შეიძლება მე ხო არა ვარ პოლიტიკოსი ადამიანები ვარ რა ერთი უბრალო რიგითი უდელი ვარ რა როგორ გამიკვირდეთ თქვენგან საუბარი სულ არ ვაპირებდი გიორგი მაგრამ აი ახლა რაღაცნაირად მოდი გავჩერდეთ მაგრამ ეთერის მერე დამიკავშირდით ნახეთ დაგელაპარაკებით აგიხსნით გეხვეწებით რა ძალიან შვენივრად იციან მაგათ რა არ იციან გიორგი და ახალგაზრდებს მიმართავ გიორგი თორე იმათ ძალიან კარგად იციან ყველაფერი ხო კარგი და შეიძლება ასე ყველაფერს ვიღაცა რომ მალავს რამხელა პრობლემას ხმის და რატო ჭირდებათ მამაო ანუ აი რაში გჭირდება აი შავს რო ათეთრებ ხო აი დღეს რო ვიღაცას მაგალითად ვიღაცა ბანკირი გონია კაი კაცი დაგესახავ 12 წლის მანძილზე გეთქვა რა კაცებიც არიან ვისთანაც გაქვს ეხა ამ ბავშვს მამაო გონიათ რომ კაი ხალხთან ერთად განა ხო და იცი გიორგი როცა ისინი ვერ ხვდებიან და მათთან სასულიერო პირებს ხედავ ამ სასულიერო პირებმა უნდა უთხრათ რომ შეინარეთ და ხალხს თვალებში ნუეჭხირებით რა შეინანეთ რა გაჩერდით ადამიანს თუ არ ეთქვი რომ შეინანოს ჯოჯოხეთი არაცდება ის საპყრობილე მე მოენატრებათ გიორგი აი სასულიერო პირთან მეგობრობა რას ნიშნავს იცი უყურე რუსულად ესე ამბობენ რომ ბატუშკა не для дружбы а для спасения ანუ მამაო სამეგობროდ კი არ არისო საცხოვნებლად არისო და შენ რო ხელს უსვავ და კაი ბიჭი ხარო ეუბნე უთხარი რა რომ შეინანე რა შეინანე სანამ ცოცხალი ხარ
შეინანე რა, აი მეგობრობა ეგრეა. მე უნდა შენ გითხრა რაღაცა რომ შეგეძლება, გარეთ რო გავალთ, აი ეს არ მომწონს გიო. თუ მეგობრები ვართ, უნდა გითხრა, ის კი რა, კაი ბიჭი ხარ, არა. უნდა მეგობრულად გითხრა გიო, აი იცი რაღაც ეს უკეთე. აქ მე მგონი არ არის ლამაზი. აქ არა, მაგას ვიდახი ხო და აი ცალკე უთხარი რა, რომ აი ესე ძალიან დიდი ცოდვა გადავთ, კაცო და რაღაცა მოინანიეთ ხალხი რო გამოვა მე. ვერ შეაკავებს ვერავინ რა ამ ხალხს. ხალხი გონია რომ სხვა ხალხი ლაპარაკობს. არა მე ორივე მხარეს ვამბობ რა. იქით ამ მხარეს თქვენ არ გეგონოთ რომ იმეს გეფერვი, იმიტომ რომ არ მოგეფერებით რატო იცი. ყველა მიცის გიორგი რომ მე ოცნების კაცი არა ვარ და შენ ოცნების კაცი რა ხარ, ყველამ კარგად იცის რა. ამიტომ მე შეხება მქონდა და აპატიეთ პოლიტიკაში არ ვიჭრები 2005 წლიდან დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიყავი პატრიარქის როცა კურთხევი და შეხება მქონდა ამ ყველაფერთან გიორგი მე მირეკავდნენ პატიმრის ცოლები, დედები და ყველაფერი მაქვს პირველ წყაროსთან შეხება. ეს მე არა მაქვს სადღაც რაღაც ოპოზიციის რაღაც მოსმენილები, ხო წყაროზე გაგონილი ამბები არ არის. ამიტომ გემუდარებით, გეხვეწებით, ცოტა კარგად დაფიქრდით ხალხო რა რომ აი ეს იგივე სისხლი, იგივე ფერადი რევოლუციები, ძალიან ბევრი ფულია ჩადებული ამაში და ქვეყანა ამას ვერ გადაიტანს ქვეყანა ამას რა. ისევ გადატრიალებები, ისევ სისხლი, ისევ ჩხუბი, ისევ დაპატიმრება და ხალხო ბოლო უკრაინას რა დაემართა ხო ნახეთ არა? იგივე ხა უკრაინა დიდი ქვეყანაა და ჩვენ ამას ვერავით. ჯვარი გეწეროთ პოზიციასაც და ოპოზიციას არ განგეკითხავთ, არ გეჩხუბებით არავის, არც პოლიტიკაში არ გადავდეთ, რაც ვიცი იმას ვსაუბრობ. ჩვენი ქვეყანა დგას ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე. და ჭირდება მართლა უნდა ჩაერიოს ეკლესია და მოხდეს შერიგება, ერთმანეთის მოსმენა და გამოჩნდეს ისეთი ხალხი გიორგი, ვინცაც ხელები არ აქვს ცისხლში გასრული. და ვერავინ ვერ წამოაძახებს, რომ აი შენ ხო იჭერდი, შენ ხო აუპატიურებდი, შენ ხო კლავდი, შენ ხო აყაჩაღებდი, შენ ხო ქონება წამართვი. ამას რო არ გეტყვიან და ახალი სახე რო ხარ და ჭკვიანი და არა რაღაც ისეთი, ხო? აი ესეთი ხალხი უნდა გამოჩნდეს რა. აი ოცნებას ნამდვილად კადრის პრობლემა აქვს. რაღაც ესეთი ხალხით უნდა შეავსონ ისეთი ხალხით, რომელსაც თელ ერს რო უყვარს გიორგი რა. თელ ერს რო უყვარს და მართლა გასრულები რო არ არიან. შუა ასაკს გადავცდილდი გიორგი და მინდა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვრო რა. აღარ მინდა აი ყველაფერს რო უყურებ, მგონია რომ ნანახი მაქვს რა. უკვე ვიცი აი სვანმა რო ნახა ფეხბურთი ეს ხომ ნანახი მაქვსო. ხო ვიცით როგორ დასრულდება რა. კახელების მარში იყო, გურულების მარში იყო რა, ვენაცვალე. რაზეა ლაპარაკი ის ვიცი რომ მათ საქართველოს კეთილდღეობა უნდათ რა, ხა ორი აზრი არ არსებობს, ხო? მაგრამ რაღაცა ესე მიტინგები და რევოლუციებით არა რა. რაღაცა სხვა რამე მოვიფიქროთ და ხო შეიძლება კაცო. აი არ ვიცი რა, გინდა არ გინდა გიორგი, აი მაინც ახალი წელი შობა მოდის რაღაცა მარხვაზე კი აღარ ლაპარაკობს გიორგი არა. მოდი რა მარხვაზე ვისაუბროთ. მარხულობს რა დროს მარხვაა მამაო რა ხდება ხო ხდება. არ და რა დროს კი არა მარხვაა ჯერ მთავარი. ეხლა მარხვაა მთავარი. ამათ მარხვა გონიათ გიორგი რომ ხორცს რო არ შეჭამ და ლობიო შეჭამ მარხვაზე არიან. არა, მარხვა არის ნებისყოფის ვარჯიში. რომ აი რომ რაღაცის გაკეთება რომ მინდა და არ გავაკეთებ, აი რომ უნდა გეჩხუბო და არ გეჩხუბები და რომ ეკლესია მეუბნება რომ თავი შეიკავე და რომ შევიკავებ, ხო? ჩემ ნებისყოფას რომ დავიმორჩილებ, ეგ არის მარხვა და ბოროტი და შურიანი და ბოღმარო ვარ და მარხვაში რომ აღარ ვიქნები და ვიმუშავ ჩემ თავზე და ვინც მძულდა რომ შევიყვარდე, რომ შევიყვარებ, აი ეგ არის მარხვა. მაგრამ უნდა დაუშვათ მამო. ხო აი ეხლა თემა მინდა რომ გადავაგდე, აი ზუსტად ვიცი რომ გადავაგდებ. ეხლა და ზუსტად ვიცი რომ წამოყვებით. აი ადამიანი მამა როგორ შევიყო, იმიტომ ძალიან ცოტა ვართ იმისათვის რომ ზიზღმა მოგვიგოს რა და არ უნდა აი ლოგიკურად ვერ ჩდება ზიზღი ჩვენ რაოდენობაში. აი როგორ უნდა დაუშვათ მამაო ის სიტყვაზე, იმიტომ რომ ყველა ამბიციურია, ყველას უნდა პრეზიდენტობა, ყველას უნდა ის, ყველას უნდა ეს და ავტო შეიძლება პრეზიდენტი ისეთ საოცრება გახდეს კაცმა ის, მაგრამ ყველას უნდა სიტყვაზე ამბიციები რა. ამ შემთხვევაში მამაო როგორ უნდა იმას გნათ თავი როგორ უნდა მოუთოკოთ, აი რა მოხდა, ხო შეიძლება რომ იყო, აი მაგალითად დედას მართლა გეუბნებით, აი ხო შეიძლება ვიყო ხელოსანი, მაგრამ ჩემ სფეროში ვიყო პროფესიონალი და კარგად ვიყო და ვიყო ბედნიერი, აუცილებელი ხო არ არის მამაო რაღაცა
არასამთავრობო ან რაღაცა პარლამენტარი ვიყო, ხო? რატო არ ბედნიერი, რომელი პარლამენტარია ჩემზე ბედნიერი, რა მაგარ ხალხში მაქვს შეხება, მაგრამ არ დაესიზმრა. ეგ არის გიორგი, საქართველოში სანამ ეს სტერეოტიპი იქნება, რომ წარმატებული პოლიტიკოსი ხარ, ესე იგი რაღაცას რომ მიაღწიო, პოლიტიკოსი უნდა გახდე, ფული რო იშო, პოლიტიკოსი უნდა გახდე. ძალიან დიდი ბოდიში ერთ რაღაცას ვიტყვი რა, პატიმრებედაში ხო იცით როგორ მიყვარს, ჩემ რო აბოდებ მაგ ადამიანს. აი მაგათ რომ უნახულობ, აი ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება ჩემზე ბედნიერი. ვერც ერთი მღვდლებს რო უნახულობ, ან ვიღაცა იმიგრანტებს, ვერც აი არც ერთ მინისტრს არ იქნება ეგეთი ბედნიერება და ეგეთი სიხარული, რასაც მაგათთან ურთიერთობით წავდი ადამიანო სხვაგან გაიხარე რა გინდა ხო? აი თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით ხო შეიძლება რომ შენ სფეროში იყო ბედნიერი, აი რატო ეძებს, აი ან თუნდაც მღვდელი რო ხარ. რატო ეძებს სხვაგან სადღაც პოლიტიკურ თავშესაფარს, რომ ვიღაცა ეხა მოვა და შენ შეიძლება გახდე ეპისკოპოსი, ან შენი დრო მოვიდეს, რომ შენიანებიან, აი რას ნიშნავს? მახინჯი აზროვნება გიორგი, ეგ არის სტერეოტიპი, რომ თუ ეკლესიაში ხარ, აუცილებლად დეკანოზი ან წინამძღვარი უნდა გახდე და ან ეპისკოპოსი და თუ პოლიტიკაში ხარ, მინიმუმ პარლამენტარი მაინც უნდა გახდე და კარგი მევენახე რო გახდე, კარგი მეფუტკრე რო გახდე, კარგი გლეხი რო გახდე, კარგი მეცნიერი რო გახდე. იცით რა აქ ხელფასები ასეთ ადამიანებს გიორგი. ჩემი შვილი სწავლობს ამერიკაში, მეორე მიდის გერმანიაში. იცი რა სამოს, რო ჩამოვიდე, სად ვიმუშაო, მამა? სად ვიმუშაო? აი ეს ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც გაქცევაზე არიან, უნდა მოვაბრუნოთ აქ, რომ რაღაცა საინტერესო სამსახურები უნდა შევთავაზოთ, მაგრამ საინტერესო სამსახური არის მარტო პარლამენტი. აი მაგალითად, მოდი ახლა ოცნებაზე ვიტყვი რა. რაშა ტალახადეს რა უნდა პარლამენტში? რა უნდა ხო აი სპორტსმენებს რა უნდათ პარლამენტში? რატო აი მითხარით ხალხო? ამ კაცმა 3 ოლიმპიადა მოიგო ხო? დარბაზზე გაუხსენე და ბავშვები ამეცადინოს რა. ეხლა მე და შენ პარლამენტში შეიძლება რომ შევიდეთ გიორგი, არ შეიძლება. პარლამენტში ეხლა უკვე შეიძლება, ისეთები შევიდნენ მამაო. პარლამენტში პოლიტიკოსები უნდა იყვნენ რა. აი ძალიან არა ჩანს კარგად. პირდა ეს ჩემი აზრია ეხლა არ ვიცი, აი არ ჩანს კარგად რა, რომ ლაშა ტალახაძეს ადგილი პარლამენტში არ არის. ჩემი პირადი აზრია ნამდვილად. უკვე ლანძღვა დაუწყეს ამ ადამიანს რა და სალანძღავი კაცი არ არის ლაშა რა, ლაშა მაგარი ქართველი კაცი და ლანძღავენ გიორგი ამ კაცს გესმის, ლანძღავენ და რატო ალანძღვინებთ? რატო ალანძღვინებთ ამ კაცს ხალხს? რატო ალანძღვინებთ? აი ნახეთ მამო, ერთს გეტყვი რა. ის ისუსტე თუ გაქვს მამო, ის ბოროტი მოგერევა. იმან ბოროტმა კარგად შე რა შემოგთავაზოს. რატო ვიღაცა ისიც არ შესთავაზა, მაგრამ აი ეს არის მამო, იმ აზროვნება რო გაქვს და დაბალი დონის ის რო ხარ. შეიძლება იყო კალათბურთელი, მოგინდეს მინისტრობა, შეიძლება იყო რაღაცა, აი ეგ აი უბრალო გლეხ კაც არ მოუნდება. იცი რატო მამო? იმიტომ რომ იმ გლეხობაშიც ბედნიერები არიან და მატერიალზე კი არა გათვლილი და ამათ ეხლა იმაზეა გათვლილი და ექსისუსტე თუ გაქვს მამო, ბოროტი გერევა აუცილებლად. გენერალური ნაწარმოებია დონ კიხოტი. და ამ ნაწარმოებში ერთ-ერთი არანაკლები გმირი არის სანჩო პანსა. უბრალო ლამანჩელი გლეხია გიორგი. ლამანჩელი გლეხი უბრალო მშიერი. გახდება გუბერნატორი, სულიად შემთხვევით, დიდი ხრის გუბერნატორი გახდება და მერე ისევ ჩამოალაბორანტებენ და ისევ რიგითი ადამიანები. იცი რა სამბობს? უბრალო გლეხი რო ვიყავიო, ლამანჩელი. ბედნიერი ვიყავიო, გუბერნატორი რო გავხდი, მაშინაც ბედნიერი ვიყავ. ეხლა ისევ უბრალო გლეხი ვარ და ისევ ბედნიერი ვარ. რა მდგომარეობაშიც გინდა იყო გიორგი, რიგითი იქნები, პრეზიდენტი იქნები, პარლამენტარი იქნები, ხო? ბედნიერი უნდა იყო და თუ არ ახარ ბედნიერი, გინდა პრეზიდენტი გახდი, გინდა თელი მსოფლიოს, ასე თქვათ, მართე. ვერასდროს ბედნიერი ვერ იქნები, რა არის ბედნიერება? არსებულ მდგომარეობაში მადლიერი რო ხარ, აი ხლა შენ რომ მადლიერი ხარ შენი გადაცემის და შენი აი გარი ბედნიერება. აი ამაზე მაგარი. შენ ხა CNN-მა მიგიწვიოს, მაინც ბედნიერი იქნები. უკარო დაგაბრუნო, მაინც ბედნიერი იქნები, ხო? ამაზე დიდ იმას ვერაფერი მომიდას. როგორც კი წარსულში ცხოვრობ, აუ რა კარგი იყო მაშინ, აზრი არა აქვს, ამიტომ დამთავრდა. მომავალში აუ ესე იქნებაო, მე მპირდებიან კაი თანამდებობას და ესე ცხოვრობ რაღაც ოცნებაში რა. ეხლა მე და შენ ხო საუბრობთ, ეს დროც გადის უკვე. ეს აწმულს არ არის ფაქტობრივად. უკვე ეხლა ეს კიდე კარგია იწერება თორე ეხლა ხო გადის ეს. აი დამთავრებული არა მაქვს წიანდადება, გადის უკვე წამები ჩართულია ხო? ამიტომ მოდი რა მადლიერი იყავი რა, ამის რომ გათენ და დაღამდა, სუნთქავ, შენ ქვეყანაში ხარ. საფლავზე არ წევხარ ხო ბოლო-ბოლო. შეიძლება სამონტყოფოში ხარ, შეიძლება აგერ ჩვენ მეგობრებთან ახარ გუშინ წეღანში რო იყავი საპყრობილეში, მაგრამ ხო შეიძლება კი აუცილებლად გამოხვალ იქიდან ხო?
სავანტყოფოდანაც ხო გამოხვალ კაცო, მაგრამ საფლავიდან ხო ვეღარ ადგები არა. იქიდან ემიგრანტები ხო დაბრუნდებიან. და ამის მადლიერი უნდა იყო რომ მოდი აი ამ რეალობას ახლა მე შევეგუები ციხეში რო ვარ ამ დროს გამოვიყენებ ლოცვისთვის თვითშემეცნებისთვის კითხვისთვის სულიერებისთვის ახლა სავანტყოფოში შეიძლება გვიყურებენ ხო სავანტყოფოში რო წეხარ ახლა კი არ უნდა სკროლავდე იმ smartphones ხო რაღაც უნდა დაფიქრდე რა რომ აი რატომ ესე იგი არასწორი ცხოვრებით ცხოვრობდი ხო რომ დავსნეულდი რაღაც ახსარებამდე ხანი არ მithქვი ან საერთოდ არ ვიცი ახსარება რა არის კაცო ხო შეიძლება გარდავიცვალო მოდი რა ხო დერს დაუძახებ ახსარებას ვეთყვი მოვინანიებ ვეზიარებ აი ესეთ რამეებზე უნდა იფიქრო ციხეში და სავანტყოფოში ხო მაგრამ იქაც პოლიტიკა იქაც ჩართულები არიან და დაავიწყათ რომ პატიმრები არიან დაავიწყათ რომ ლოგინს არიან სარეცელს არიან მიჯაჭულები და ის იგივე გლეხი ყველა ეხლა მიხედე რა შენ საქმეს რა უდლებსაც დაგვავიწყდა ეხლა გადაცემაში სულ არ ვაპირებდი ხო აუ მამო ისე ეხლა გამახსენდა რომ თქვენ რო ხართ სულ არ მჯერა მამო გონია რომ ეხლა რამოდენიმე მგელი ვიცი ის არა მე ხო ჩემი ამბავი ვთქვი რაც მე მეხებოდა მე ხო არა მე რაც ჩემი თვალით მაქვს ესე იგი რა გადარჩენილი ვარ უბრალოდ გიორგი მე რა მინდა თქვა მე მინდა გამოსავალი მოვზებნოთ გიორგი გამოსავალია კი აი მოდი გეტყვით პირდაპირ საქართველო არის ოკუპირებული გიორგი 22% რუსეთის ოკუპირებულია და 78% არის ამერიკულ დასავლური დოქტრინა ლიბერალიზმი გავეშებული ლიბერალიზმი ხო ეს არის სულიერი ოკუპაცია და სულიერი ოკუპაცია მეტია ვიდრე მატერიალური ოკუპაცია. არც ერთი არ არის კარგი, მაგრამ ყველანაირი ოკუპაცია იწყება ჯერ სულიერი ოკუპაციიდან, უხილავი ოკუპაციიდან იწყება. როცა ჩვენი გონება უფალთან კი არ არის, მამონასთან არის. იუდეველები რას ელოდებოდნენ, ვის ელოდებოდნენ, ეხლა ვის ელოდებიან გიორგი? იუდია იყო თუ არა რომის იმპერიის მონობაში იყო, ხო? და მათ ეგონათ, რომ მესია მოვა და ჩვენ გაგვანთავისუფლებს რომის იმპერიის მონობიდან. და არ მიიღეს ქრისტე. ესეთი ქრისტე მათ არ უნდათ, ხო? მათ უნდათ ესეთი პანტოკრატორი, ყოვლის მფრობელი, იმპერატორი დიდი. ისრაელმა გაიარა ჩემო გიორგი ეგვიპტე ჯერ, ხო, მონობა. მაგრამ ეგვიპტეს სამხელა კულტურა ჰქონდა, იცით, ასტრონომია, ასტროლოგია, მაგია, ფილოსოფია, მედიცინა, პირამიდები. ეს არ ჰქონდა ებრაელებს, მაგრამ რა ჰქონდათ ებრაელებს? რწმენა ჰქონდათ. მერე ბაბილონში გადასახლება ნაბუქოდონოსორმა ნახე რა უყო დაკიდული ბაღები ჰქონდა კაც თავისი ცოლის საპატივსაცემად სემირამიდას დაკიდული ბაღები ეს საოცრებად ითვლება ეხლაც ეს ებრაელებს არ ჰქონდათ მაგრამ რა ჰქონდათ ებრაელებს ერწმენა ჰქონდათ რომის სამართალი და რომის ტექნიკა და რომის შეიარაღება და რომის გზები მაგრამ რომი აღარ არის დღეს ის რომაელები აღარ არიან ეგვიპტელები აღარ არიან და ბაბილონელები აღარ არიან მაგრამ ვინ არიან დარჩნენ ებრაელები ხო თუმცა მესიის მოლოდინში არიან მაგრამ რწმენით გადარჩნენ და საქართველოს შეიძლება ისეთი ეკონომიკა არ აქვს როგორც ამერიკას ისეთი ტექნოლოგიები არ აქვს როგორც ჩინეთს მაგრამ რა გვაქვს ჩემო გიორგი რწმენა დედაღთვისობელი ყვა მაცხოვრის კვართი გვაქვს ერთგულები ვართ დედა ეკლესიის მართლმადიდებლობის ამაზე კარგი ეხლა უნდა მივლოცოთ აუცილებლად ხო 47 წლის თავი ჩვენს უძმინდეს ისი 47 წლის ხო ზოგისთვის ხვალე შობაა ხო მაგრამ ჩვენთვის არ არის შობა მაგრამ არ განვეკითხოთ არ ვეჩხუბოთ არავის ეხლა აი თუ ვიღაცა გონია რომ ხვალე არის შობა და ესეთები ბევრი არიან ევქარისტიულ კავშირში რო არიან ჩვენთან ხო აი საბერძნეთ არიან მაგრამ ჩვენ ხო არ ვლანძღავთ ისინი უგაგოლანძღავენ კაცო და ნუ გვიწოდებენ ჩამორჩენილებს რა ნუ გვიწოდებენ ჩამორჩენილებს რომ ჩვენ რაღაცა ხო არ გვინდა ამაზე რომ აი მარტო ქართველები და ათონიც პატარა ცოტა ავტორიტეტია ათონი სერბეთი ცოტაა, რუსეთი ცოტაა, არ გვინდა ამაზე კამათი, ეს ჩვენ დაგვანაწევრებს გიორგი, მაგრამ ყავ პატრიარქი 47 წელი სრულდება მისი აღსაყდრებიდან, ხო? და მადლობა არ უნდა უთხრათ ამ ადამიანს, არ უნდა დავლოცოთ, ქედი არ უნდა მოვიხაროთ და არ უნდა შევასრულოთ გიორგი მისი ქადაგებები. არ უნდა ვიყოთ სამაგალითო ადამიანები, ისევ ზიზღი, ისევ ჩხუბი, ისევ განკითხვა, ისევ უბედურება კაცო ეს ხო ყველაფერი უკვე იყო და აღარ გვინდა რა მე ვფიქრობ რომ რაღაცნაირად უნდა სამებაში მოხდეს გიორგი ამ ხალხის რაღაცა აი კარგად შეთანხმებულად შეხვედრა რომ ერთი ადამიანის თავიდან ერთი ბეწვი არ უნდა ჩამოვარდეს რა რომ ჩასაფრებული ხალხი ეხლა ვიღაცეები ელოდებიან რომ როდის
დაიღრება სისხლი რუსთაველზე და როდის დაუბრუნდებით ისევ რაღაცა ძველ საშინელ მდგომარეობაში. აი ამიტომ არის ხალხო მარხვა. აი ამიტომ გამოჩნდნენ ანგელოზების ქორო, მაცხოვრის შობა ღამეს და თქვეს დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. აი რა გადაგვარჩენს, აი რა შეგვარიგებს გიორგი და აი არც ის არ მინდოდა რაც წეგან ვილაპარაკე, მაგრამ ის ხალხი არ ნანობს გიორგი ამას და ხო უნდა შევახსენო რომ უნდა მოინანიონ თორე ჯოჯოხეთში ამოყოფენ თავს რა ესე იმ დაღურილი ბიჭების სისხლი ღმერთს შეღაღადებს დაბლიდან ესე არ არის ხო პროკურორები და რაღაცები ჩუმად არიან ეხლა და არ არის ესე არავის არაფერი არ ეპატიება ხო და როგორც მიუწყავ ისე მოგეწყვება ხო შეიძლება და არავინ ღმერთმა არ გაიყვანოს აქედან მოუნანიებელი სასტიკი წოდებია ამ ხალხს და აი ამ ხელებით რომ შენ კიდე მოსვლა გინდა და რაღაცა არა ბავშვებმა არიციან იქ რომ გენან მაგრამ მე და შენ ხო ვიცით გიორგი არა ეს ყველაფერი არა ამიტომ ვილოცოთ ვიმარხულოთ გიორგი და დავეხმაროთ ხალხს შერიგებაში და არა არც იკითხარაზე დავდგეთ და არც აკითხარაზე არ დავდგეთ იმიტომ არა გვაქვს ჩვენ მაგის უფლება რა რამდენად არა უბრალოდ ხო ყველამ უნდა იცოდეს მაგრამ აი ვიცი ის არა აქვს აი იცით რა არის სინდისის და იმის განცდის ის არ აქვს ხათაშორის მაგრამ ერთ შესაძლებ რაღაცას ვიტყვი რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ვინც კეთილ სინდისიერად ყველა დროს ემსახურა ადამიანებს რა დღესაც არიან ძალიან ბევრი მოხელია ისეთი რომელიც მართლა ეხა აი ვერაფერს ვერ იტყვი თუნდაც მამაო ციხეზე დღეს აი მართლა იდეალური თანამშრომლები იდეალური ის და დიდი მადლობა აი ვინც პატიმარს გვერდში უდგას არის ყველა ღმერთისათვის საყვარელი ადამიანი იმიტომ რომ ზუსტად ეგ მოეთხოვებათ ისინი ვინც ცუდად მოექცნენ ვერასთვის ვერ მოხალთ თავრობაში იმიტომ რომ პატიმრებს ცუდად ექცეოდით მანდ უკვე ჩემთვის გადაიხაზა ყველა აბსოლუტურად ეგ იმდენად ცუდი ბრენდი იყო ეს ნაციონალური მოძრაობა იმ დროს იმიტომ რომ ამაზე არ რეაგირებდნენ მაგრამ ამათი გამთეთრებლებიც არ არიან ისა რა ქვია კარგი ხალხი მე რო გითხრათ რომ ეხლა ის ადამიანი რომელიც მოსამართლედ სიტყვაზე წინათ იყო და დღეს რო უვადო არის ესეც არ მომწონს მე და ესეც ჩასასწორებელია აუცილებლად იმიტომ რომ ის ადამიანები იმას ამართლებდნენ ამ წამებას და იმას ის ექიმები თანამონაწილეები აბა რა თქმა თანამონაწილე კი მთავარი გმირებიან ერთ-ერთი და ეს ადამიანებიც უნდა მიაყოლო მაგა და ესენი რო არ ხდება მაგაზე მწყდება მამაო გული და მაგიტომ ვერ იქნება იმათი გამთეთრებელი ვერასოდეს ჩემი მეგობარი აი არაზო შიერი რომ მოვკვდე მაინც არ იქნებიან ჩემი მეგობარი იმიტომ რომ არც ერთი ბიჭის ოჯახის ცრემლის ღრათ არ მიღირს არაფერი სახში რომ მივიდეთ თბილა დავიძინო რაღაცა და პური მქონდეს იმიტომ რომ ამ ადამიანების ტკივილზე ჩვენ ხმა არ ამოიღო და ძალიან დიდი მადლობა მამაო რომ ეს შეახსენეთ და აუცილებლად ყოველთვის შევახსენებ მე ჩემი მეგობრები რომ მოვიდნენ მთავრობაში მაინც ვიტყვი მაგას იმიტომ რომ როგორ უნდა იყოს მთავრობის ხარის კაი მთავრობა არ იარსებებს მამაო ბედა ჩაი ჩემი მშობელი რო იყოს მთავრობა როგორ შეიძლება ამ ქვეყნის მთავრობას დაარქვა კაი მთავრობა არც ერთი აი ბრიტანეთის მთავრობა იყოს თუნდაც ყველა მთავრობას რაღაცა რეფორმები უწევს და ყველა ვარიანტში ადამიანის გულის ტკენაზე გადის ვიღაცისაზე მაინც და ქრისტიანული და ზეციური სხვა აი თუ მოკვდებიან მოხდებიან ზეცაში მაშინ ვიტყვი რომ კაი მთავრობა იყო ნებისმიერი ადამიანი რო ცხონდებიან აი ეგ არის კაი მთავრობა ნაცხვენ თუ ვინ არის კაი მე არ ვიცი ეგეთ სიტუაციაში ხალხი თქვენდალოსვლა იმ აპატია ძალიან დიდი ბავშვი მღვდლებს არაქებენ მამაო და პატრიარქზე ამბობენ წარმოიდგინე და აუქს და როგორ ვაქოში ნებისმიერი პოლიტიკოსი მამაო გამორიცხული არ შევაქებ იმიტომ არ იარსებს რომ თავ როგორ შეიძლება რომ შევაქო იმიტომ რომ მე მაგათვის მინდა კარგი თორე გან არ არიან მართლა კარგები უბრალოდ მოეშვებიან მე რომ მოეშვენ ცოტა ტონუში რომ ხავდეს არ უნდა იმედა ძალიან მარტივია ძალიან მარტივია ბევრი ხარ კაი ადამიანი მარტივად ვიტყვი გიორგი რომ აი კარგი ღდლები კარგი ეპისკოპოსები კარგი ღდლები და კარგი ეპისკოპოსები საიდან უნდა შევარჩიოთ მრევლიდან ხო ანუ თუ მრევლი კარგი არ იქნება ვერც კარგი დეკანოზები იქნებიან და კარგი მთავრობა საიდან უნდა შევარჯიოთ? კარგი საზოგადოებიდან, ხო? აი, თუ შენ კარგი ხარ, მთავრობას კარგი გეყოლება და თუ შენ არ ვარგი ხარ, არც მთავრობა გეყოლება კარგი ხარ. რა თქმა უნდა, ამას დიდი ფილოსოფია, კაცო. ამიტომ ამბობდა მამა გაბრიელი, რომ შენ როგორი ხარო, კაცო, ის რო არ მოგწონსო. ხო. შენ როგორი ხარო, საღი აზრი გაგაჩნიაო? აბა სინდის შეეკითხე, შენ მოწონ შენი ქმედება, კაცო. აი
შენ პულტი გიჭირა, ხელში წამოკოტრიალებული ხარ დივანზე და რაღაცა უნდა შეიცვალოს ეძახი. შენ რატო არ იცვლები, კაცო? რატო არ იცვლები? რო ელოდები, როდის გამოგიგზავნიან იქიდან თანხას და გეზარება და რო იწერო, გლობოთი რო მოგაქვს საჭმელი სახში. აეთ გასლაც რო გეზარება და თავრობა გინდა რომ შეიცვალოს რა. და შენ რას აკეთებ ამისთვის, კაცო? შეცვალე შენი დაცემული გონება, შეცვალე შენი შვილი, ისიც რო შენაირად აზროვნებს უკვე და არაფერს გამკეთებელი რო არ არის. ყველა უნდა შევიცვალოთ ჩვენ და გვეყოლება უკეთესი მთავრობა. ახლა თუ უნდა ახლა ამაზე ორი ფილოსოფია და თვითონ არავის არაფერს გაკეთება არ უნდა გიორგი და აი ახლა ეს მთავრობა მოვა და მე ყველაფერი მექნება და არ გექნება. შენ საქმეს ვინმე გააკეთებს გიორგი? ჩემ საქმეს წირვას ახალი მთავრობა ჩაატარებს თუ ძველი ჩაატარებს, ხო? მე რა მევალება გიორგი რომ პირადი მაგალითით ვიყო კარგი მოძღვარი, კარგი ოჯახი, კარგი შვილები მყავდეს, კარგი შვილიშვილები, რასაც ვქადაგებ მე შევასრულო და მრევლიდან გავზარდო მომავალი სასულიერო პირები, კარგი თანამდებობის პირები, ხო? თუ დაველოთ კიდე როდის ჩამოვლენ ამერიკიდან და ევროპიდან და რუსეთიდან კიდე ვიღაც აგენტები, რომ აგვიმღვრიონ წყალი, ხო? ესე მაგარი რა არის თმამო ისე რომ ქვია რომ ამბობენ ხოლმე ეკლესია რა სად არის და თავის მოწოდების სიმაღლეზე არ ჩამოდის თქვენ თამაში არებმევა ეკლესია ჯერ აი საერთოდ ვაფშე რო ავიღოთ ხო თავი აქვს დასაცავი და დასაჭერი იმიტომ რომ იმ ხელაბრძოლები გვაქვს ჯერ შიგნითაც იმდენი ხო ხედავთ გამდენი განხეთქილება რაღაცა რას ქვია ეკლესიასა და რა შენ გეკითხება ერთი აგური არ მოგიტანია ერთ სიკეთი არ გაუკეთებია და ეკლესიასა და ეხლა მოგინდა ეკლესია მთელი ცხოვრება გოლანწყალ თუ რას ნიშნავს ვერ ხვდები ხოლმე ეგეთ რაღაცას მაგრამ თუნდაც ნებისმიერი საზოგადოების წარმოდგენა რას ქვია ეკლესიაზე ერთი რამე სიკეთე გააკეთე და მე ილაპარაკე ხო ეკლესია სად არის რო იძახიან რას 17 მაისს ნახე სად იყო ეკლესია რამდენი ხალხი გამოვიდა სადაც უნდა იყოს ეხლა უწმინდესმა ერთ სიტყვა თქვა ეხლა რამდენი ხალხი გამოვა ხო წარმოგონა არ შეიძლება ზმათა შორის ჩადგეს ხო ზუსტად ეგ უნდა თმამა რო ეკლესია ჩართონ და თვითონ ყველა გაიწიოს და დაისვენოს სად არის ეგრე ვერ მოგართვით რა ეკლესიაში ბევრად მეტი უფრო სიბძნე არის და ეგეთ სისულელებს არიზამს როგორც ყველა აკეთებთ ბევრი თქვენთაგანი და მაპატიეთ რა ეხლა არ მინდოდა ამის თქვა მაგრამ ეკლესიას თავისი გაჭირვებია იმ ამბავში რომ ძალიან ბევრ მტერს იგერიებს ჯერ საერთოდ ეშმაკს იგერიებს პირველი ის რომელიც თქვენ საერთოდ არ შეგიმჩნევია და ეკლესია დღედაღამე მაგათ აი მამა თუ შეიძლება კიდე აზრობთ ბოლო ერთმა ქალბატონმა არ დავასახელებს საკმაოდ კარგი განათლებული ადამიანია და თქვა რომ ეკლესია არის სახალხო კრება ეკლესია სახალხო კრება არ არის ეკლესია არის ქრისტეს მისტიური სხეული და ეკალეო ნიშნავს შორიდან გამოხმობას ანუ ეკლესია გიხმობთ ცოდვის მონობიდან გამოხვიდეთ და მოხვიდეთ და სული გაითავისუფლოთ ოკუპირებული სულები და ოკუპირებული აზროვნება დავთმოთ, განვიწმინდოთ, ვიმარხულოთ, ვეზიაროთ და ავაშენოთ ახალი საქართველო. აი სად არის ეკლესია? ეკლესია ქრისტია და ეკლესია ჯოჯოხეთში არ არის ნამდვილად და არც იქნება. ეკლესია არის მოზეიმე სასუფეველს და მამა გაბრიელი ევედრება ღმერთს ჩვენი ცხონებისთვის და აქ არის მებრძოლი ეკლესია სადაც აგერ ჩვენი უწმინდესი ბრძანდება და ეპისკოპოსები და საღვთელოება და არა ვართ მიკერძოებულები არ შეიძლება გთხოვთ ყველას რომ არ შეიძლება რომელიმე ეპისკოპოსი ან მღვდელი იყოს მხარე ძალიან ცუდია შემინდეთ მე არ უნდა გეუბნეოდეთ ამას მაგრამ არ შეიძლება ჩვენ უნდა შევარიგოთ ქართველობა უნდა დავმეგობრდეთ არ გავახაროთ მტერი ამდენი იგავი არსებობს გიორგი რომ ეს თხები რო ეჯახებიან და წყალში ვარდებიან ორივე ხო აღარ გვინდა ძალიან მცირედნიღა დავჩით ძალიან მცირედნი და ჩვენი ქვეყანა ვერ ხავერდოვან რევოლუციებს ვეღარ გაუძლებს სულ დაიცლება ქართველებისგან ეს ქვეყანა რა თუნდა ახლა ამას დიდი მიხედვრა რა შედეგები დაიდო უკრაინაში ნახეთ ხალხო საფლავები გაივისო უკრაინა და აღარ მინდა რა პოლიტიკური რაღაცები შეიძლება რომ აი რა ვინაიდან ვერ მოვახერხე იმდენად თქვენთან ეს ამ საუბრის რო გავალთ მე ვიჩხუბოთ თქვენ ტელეფონი არ გაქვთ ხო ჩართუნა მე მირეკავენ უკვე თქვენ რო გამოაცხადეთ რომ დარეკეთო არ არის პრობლემა არ არის პრობლემა გეხოცებით ჩართეთ თორე უკვე გამოდიანაკ და არა ხუმრობ მართლა აი არა სადავწირა ვიცია სადავ ხოროფიციან და სადავწირა ვიცი. არა, მერტმა დაგვიფარო. არ მოვლენ ეგენი კაი ხალხი არიან. არ არის პრობლემა. არა, ჩვენ უბრალოდ რაღაცები ყველაფერი უფრო კარგად მოუყვები მე ყველაფერს. ხო და მე მართლა 2 საათს დაგითმოთ, მამაო და წავა ისე. არა,
ის შენ ხო იცი გიორგი ღმერთმა ის არ ვაპირებდი საერთოდ არა ჯოკერი ხო შენახული გაქვს თუ რაღაცა რომ დაგმო არ არის პრობლემა არა ამას ხუმრობთ ამ ყველაფერს მართლა მინდა რომ უღირსეულო ღმერთმა შეუნდოს ყველა იმ ადამიანს გიორგი ვინც საშინელებას შადიოდა წინა მთავრობის დროს და ვინც ეხლა შედის იმათაც შეუდნოთ ღმერთმა სპეცნაზელებმა თუ კი არა ბევრი რაღაცა არასწორი გააკეთეს მართლა არასწორი ბევრი გააკეთეს და უნდა მოინანიონ ამ სპეცნაზელებმაც რაც მომიტინგეები დაშალეს და წეხლით შედგნენ. მამო, მე ყოველთვის ხა არ ხო იცით ხა არავის არც ერთი მთავრობის მომხრე არ ვიქნები. ხვალ ჩემები რომ მოვიდნენ, იმათაც შევეწინააღმდეგები. იმიტომ რომ იმიტომ რომ ცუდებიან, უბრალოდ არ ვიქნებ მაგათი მომხრე. მან ნახეთ ეხლა ვარ იმის მომხრე რომ ეს მთავრობა დარჩეს და იყოს, იმიტომ რომ თქვენ ესენი თუ წავლენ დიდი უბედურება გველი სხვა მხრივ. ძალიან სავალალო მდგომარეობა შეიძლება ომი და ის გარდაუვალი იყოს და შეიძლება არა ეგრე იქნება და ისინი არ უნდა მოვიდნენ ყოველ შემთხვევაში რა ისინი შეიძლება აი როგორი რაღაცა იცი მე შენი წასვლა შეიძლება მინდოდეს მაგრამ ვინც მოდის იმის მოსვლას არ მერჩივნოსო ხო ხვდებით აი ეგ მომენტი არის რა და ვინც მოდის იმის მოსვლას არ გვირჩევნია თქვენი წასვლა თორე ის არ ნიშნავს მოდის თუ ბრუნდება უნდა თუ რა ვიცი რაღა უნდა რაღა დარჩა არ ვიცი რა უნდა არა არ შეიძლება ნამდვილად არ შეიძლება ხო და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის მართლა და მე ჩვენ ვიმსახურებთ ძალიან ბევრ ცუდს მაგრამ აი ამ ყველაფრისგან რომ გვარჩენს კიდე იმიტომ რომ ესეთი ზიზღი და იმით მქონე ადამიანებს ღმერთი წესით არ უნდა გვაცოცხლებდეს მაგრამ მაინც ხდება ის რომ გვაძლევს შემდეგ შანსს და მადლობა მაინც ღმერთს ყველაფრისათვის და მოვიკითხავ ბედნიერება ყველას იმ ადამიანს წეღანებ მამანოეს რო ვესაუბრეთ რაჭაში კერესელიძეს აი უსაყვარლესი ადამიანი. აი ეგეთ სასულიერო პირებზე დგას მამაო, ჩვენი ეკლესია და საქართველო. გიორგი, ამასთანავ ეთერი მაქვს მამანოე კერესელიძეს ფოტო. გიორგი, რომ არა ვთქვა შემიძლია, ამასთანავ ეთერიდან რო გავედი და მამა ალექსანდრე ბოლქვანძემ რო დარეკა, თელი კვირა ვიყავი, რაღაცა დავფრინავდი რა. უხუცესმა, მოზღვარმა რომ მადლობა გადაგვიხადა მე და შენ, ხო? არ ჯობია გვიყვარდეს ერთმანეთი და არ განვიკითხოთ და არ ვიჩხუბოთ კაცო, რა ვიცი. ეხლა ის თუ შევრიგდით მამაო, ამდენი ამბიცია, ამდენი ის და მამაო გვეყოლება სხვათა შორის ხვალ მეყოლება საღამოს რისნახევარსაც გადმორთე და თუ მამაო მე შემდგომ მაპატიეთ ერთი წამით ვიტყვით წლის ბოლომდე კიდე დარჩა დრო შეგიძლიათ რომ მოვძანდეთ აუცილებლად გოზინაყით მოვალ გიორგი აუცილებლად მამაო ხო უფრო ტკბილი დაგჭირდებათ ისეთი მწარე იყავით ეხლა მამაო მართლა მაინც გამკრაგო მოგითხარი მეგრადებს ნუ შეელებს აუცილებლად პატიმრებს სნეულებაში მოოფებს დიდი მადლობა მამაო ბედნიერებას გისურვებთ ჩვენთვის აი უძვირფასესი მამა გიორგი და მამა გიორგი თეოდორაშვილზე საერთოდ კომენტარით კი არა კაი უბრალოდ პატარა შეხებაც კი აი ჩემი პირადი ოჯახის შეხება არის და მე ჩვენც ყველა ერთად ჩავერთვებით არავინ არ დაგირეკავს მამაო რომ ამბობთ ისე რატო აცხადებთ ნომერს რატო ამოთ არ ვიცი მაგრამ ბედნიერებას გისურვებთ კარგად ზანდებთ დროებით ხვალ დაგიბრუნდებით საღამოს 8:00 და ზეგ კიდე დაგიბრუნდებით აუცილებლად ძალიან ჩემი ნომერი არ დაუმალო არავის გიორგი ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერი კარგს მე თუ დამირეკეს მამა მაგაზე მე ავიღებ ჩემ თავზე და თქვენამდე არ მოვა დამიჯერეთ ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერი კარგს გისურვებთ მადლობა